ებრაული ტანკი მერკავა MK4 100 კილომეტრზე მოიხმარს 400-დან 500 ლიტრს აწვავამდე. ირაკლი, შენ თუ მეტყვი, ჩინური ტაიპ 99 რამდენ litrს აწვავს მოიხმარს 100 კილომეტრზე? ჩინური ტანკები მაინც კარგად არის, მაგრამ მოდი ვიტყვი დაახლოებით 350-400. საკმაოდ ახლოს იყავი, მაგრამ პასუხი არასწორია. ჩინური ტანკი ტაიპ 99 100 კილომეტრზე მოიხმარს 450-500 litrს აწვავს. ჩინური ტანკი კარგი, მაგრამ იაპონური ტაიპ 10 თუ იცი, რამდენ საწვავს მოიხმარს 100 კილომეტრზე? იაპონური ტაიპ 10 როგორც მახსოვს საკმაოდ მძიმე ტანკია, ასე რომ დიდი რაოდენობის დაჭირდება, მოდი ვიტყოდი 450-500 ლიტრი. ცოტათი აცდი, ეს ტანკი მოიხმარს 340 litrიდან 400 litrს აწვავამდე. ნიკა, შენ თუ მეტყვი, რამდენ litrს აწვავს მოიხმარს 100 კილომეტრზე სამხრეთ კორეული მთავარი საბრძოლო ტანკი კაორი შავი პანტერა? დაახლოებით 300 litrიდან 450 litrამდე. საკმაოდ ახლოს ხარ, მაგრამ არა, შავი პანტერა მოიხმარს 100 კილომეტრზე 450-500 litrს აწვავს. და თქვენ თუ მეტყვით, რამდენ litrს აწვავს მოიხმარს 100 კილომეტრზე რუსული საბრძოლო ტანკი T-14 არმატა?